აბა გაიაზრეთ ეხლა ეს შეკითხვა, უმარტივეს შეკითხვას დაგისვამთ. რუსეთი გიხსნის უვიზო რეჟიმს, ევროკავშირი გიხურავს. გამოცანა გეკითხება, საითკენ მიდის საქართველოს ხელისუფლება. ბევრი ფიქრი სჭირდება, ამას ახლა წილოსანი უნდა გამოვიდეს და თან ანუ ქალი პირდაპირ ეთერში თან ტელევიზიაში იძახის, რომ არა მგონიაო ქართველმაო პატრიოტიზმს ამჯობინოს ევროკავშირიო პატრიოტიზმზე გელაპარაკება ხელისუფლება. რომელიც რუსეთს შეუძრა მტერს, შენი ქვეყნის მკვლელს შეუძრა ერთ ადგილზე იმ დონეზე, რომ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებენ, სადაც რუსეთმა მოკლა ასობით ადამიანი. ხვდებით ხალხო თქვენ ერთი წუთით? მოღალატე გამოდის ტელეეთერიდან საქართველოს გამყიდველი, რომელმაც ყველა ღირსება აყარა. თქვენ ხართ ღირსება აყრილი, უთავმოყარეო, თქვენ რომ თავმოყარე ხალხი იყოთ, ამას როგორ გაატარებდით? ამას როგორ გაატარებთ? პატრიოტიზმის სიტყვა დასრულებული არ უნდა კონდეს, რომ უნდა გარბოდეს წესით სინამდვილეში, ამას რო კადრულობენ. ამას როგორ კადრულობენ, წარმოიდგინე, გმირი არ დააყენეს ერთიც კი, რომელსაც სულში არ ჩააფურთხეს. დღეს რო უკრაინაში არიან ბიჭები და დღემდე რომ მტერს ებრძვიან, ისინიც კი ლამის სამარცხვინო გახადეს საკუთარი პროპაგანდით, წარმოიდგინეთ და ესენი გელაპარაკებენ პატრიოტიზმზე? და იმ ევროკავშირს გაკარგინებენ, რომელსაც შეეწირა ათასობით საზოგადო მოღვაწე, შუბლებს უხრეტდა ის რუსეთი ხალხს ამ ჩვენს ქვეყანაში ზუსტად იმიტომ, რომ განვითარების ამბიცია არ ქონოდათ. განვითარების ამბიცია რომ არ ქონოდათ, იმიტომ რომ არ სურს რუსეთს არ უნდა წარმატებული და დამოუკიდებელი და ძლიერი მეზობელი განართულია ამის გაგება, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციას გიხსნის და ევროკავშირი გიხურავს. ევროკავშირი, რომელმაც ათასობით ადამიანი გადაგირჩინა, მე კი მესმის, რომ თქვენ დამსახურებულია, რასაც დათესავთ, ის უნდა მოიმკოთ. ხო, თქვენ უნდა გშიოდეთ. ხო, თქვენ უნდა ავადმყოფობდეთ. თქვენ უნდა გახდეთ იმ ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი, იმ განათლების სისტემის მსხვერპლი, იმიტომ რომ თქვენ თვითონ იმკით ამ ყველაფერს, მაგრამ თაობებმა რა დააშავეს? ხახო, თაობებს რატო ღუპავთ გამაგებინეთ? თქვენმა შვილებმა რა დააშავეს გუბერნიაში რომ უნდა აცხოვროთ? მეტი ფაქტი აღარ გინდა, ორ წინადადებიანი არის დღევანდელი ქართული რეალობა. სოზარ სუბარი და ვიღაცა ნინო წილოსანები რო არ გელაპარაკებთ. ორი წინადადება, რუსეთი გიხსნის უვიზო რეჟიმს, ევროკავშირი გიხურავს. გამოცანა გვეკითხება, საითკენ მიდის საქართველო? უმარტივესი რაღაცა. ხო, ეხლა გაგიკეთებ, მე არ გამიკვირდება, ეხლა დაიწყებს ხელისუფლება იმის პროპაგანდას, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხი დასაჯა. და ესენიც კიდე აი ამ რაღაცა ორ ცალფაზიანები გაუნათლებელი სრულიად ანალიზის არ მქონე ეკოები. აი ეკო ხო იცით რა, რომ დაიძახებ და გიბრუნებს ხმას უკან. აი ზუსტად ესეთი ეკოები აზრს კი ვერ გამოიტანენ იქიდან, რომ ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ამ ხელისუფლებამ გადაგვიყვანა უკიდურეს ხრამამდე. ირანიზაციის პროცესია ქვეყანაში დაწყებული, რუსეთის უკანა ეზო კი არა, რაღაცა ხვდებით, აი არ ვიცი, რაღაც საკუთრება ხვდებით უკვე. ყველანაირი, ესე იგი, რაღა დაგრჩა, თავმოყარეობა სად არის თქვენი მაინტერესებს ხალხო? თავმოყარეობა სად წაიღეთ, მართლა მაინტერესებს, ღირსება სად წაიღეთ, ისტორია სად წაიღეთ? მე მესმის, რომ იმ საგანმანათლებლო სისტემიდან ისტორიასაც კი ართმევენ ბავშვებს საერთოდ და უამრავი საგანი ამოიღეს საერთოდ. გასაგებია, რომ ცდილობენ, რომ ასე დაგალენჩონ, მაგრამ რაღაცა თავში ხო გაქვს ხალხო, ათასობით ადამიანი ეწირებოდა ამ გზას და ვიღაცა ბიძინა ივანიშვილს უნდა გადააკლათ ხალხო, ასე როგორ დაშტერდით, გიჟდები მართლა გულწრფელად, აი ამის გაფიქრებაც კი, რომ ტელევიზორთან ზიხარ და ნინო წილოსანი გელაპარაკებათ პატრიოტიზმზე და შენ ამას თავს უქნევ, აი მაგიჟებს რა. საწყლე აი ასე როგორ დაგაჩაჩანაკეს და დამსახურებული, გეუბნებით, რომ დამსახურებულია. თქვენ უნდა გშიოდეთ, თქვენ უნდა იყოთ, კი, რუსეთის გუბერნია უნდა იყოთ. ხო, თქვენ ნამდვილად ცუდად რო გახდებით და ავადმყოფობა რო დაგემართებათ, აი იმ რუსეთში უნდა წახვიდეთ, 100,000-ები უნდა ხარჯოთ, იმაში გასაგებია, მაგრამ თაობებმა რა დაგიშავეს, თაობებმა. შენ წახვალ, გავა 30, 40, 50 წელი წახვალ, გასაგებია, რომ მოწამლე ეს ქვეყანა, მაგრამ იცი რომ საუკუნეები ჩვენ ამ ხრამიდან ამოსვლას ვერ შევძლებთ.